Koaliția ქართული ოცნების რუსთაველის უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამ მომრჩეველებთან შეხვედრას განაგრძობს. დღეს კობაჩხეიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილს შეხვდა და წინა საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა. მცირე გრანტების პროგრამის ამოქმედება, საცურაო აუზის, სკვერებისა და ახალგაზრდებისათვის ალტერნატიული სივრცის შექმნა. ეს ის საკითხებია, რომელთა განხორციელებასაც დეპუტატის საკრებულოში შესვლის შემთხვევაში ახალგაზრდებს პირდება. კობაჩხეიძის თქმით, შეიქმნება ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებაში დაეხმარება. ჩვენთვის პირველ რიგში პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების როლის გაზრდა თვითმმართველობის პროცესში. ეს გულისხმობს მათთვის იმ ინფრასტრუქტურის, იმ სიკეთეების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს მათ განვითარებას. ეს იქნება ფონდის შექმნა, რომელიც გრანტების სახით მოემსახურება მათ ინტერესებს, ეს იქნება მუნიციპალური აუზი, ეს იქნება თავისუფალი სივრცეები, სადაც მუსიკალური და სხვა დახელოვნების კუთხით შეძლებენ რეალიზებას. ჩვენთვის ძირითადად ახლა რაც ბატონო კოლმა გაახმაურა, ეს არის მერიის გრანტები ძირითადად, ამას დიდი ყურადღება ექცევა, რადგან სტუდენტებს სჭირდებათ ამგვარი დაფინანსებები ან გასვლის პროგრამებისათვის თვითონ თბილისში სასწავლებლად და ასე შემდეგ. გამოცდილების მისაღებად.